მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 9. რამდენჯერ ვიგებთ ძალაში ნახატზე გამოსახული ჭოჭონაქების სისტემით? ხახუნი და ჭოჭონაქების წონა უგულებელ ყავთ. ხო, ესე იგი, რადგანაც ეს სისტემა წონასწორობაში არის და ქვემოთ ჩამოკიდებულ გამუქებული მასის სხეულზე მოქმედებს პ-ძალა, ეს სისტემა რომ წონასწორობაში იყოს, ამისთვის როგორც აქაც უნდა მოქმედებს პ-ნახევარი ძალა, შესაბამისად აქაც უნდა მოქმედებს პ-ნახევარი ძალა, რადგანაც ვიცით რომ სისტემა წონასწორობაში. ეხლა გადავიდეთ ზემოთ. ეხლა პირველ გამუქებულ სხეულზე პ-ძალა მოქმედებდა ქვემოთ მიმართული, ამ ორმა ჭოჭონაქმა როგორც ხედავთ, გაიყო ძალები და დააკომპენსირა ეს პ-ძალა. შესაბამისად, F-ძალამ, აი აქ მოქმედმა ძალამ და აქ მოქმედმა ძალაც უნდა დააკომპენსიროს პ-ნახევარი ძალა. ამიტომ აქაც უნდა იმოქმედოს შესაბამისად P4-დმა ძალა, აქაც უნდა იმოქმედოს P4-დმა ძალა. ანალოგიურად სიტუაცია გვაქვს მეორე ამ ჭოჭონაქზე მოქმედ ძალების შემთხვევაშიც. ანალოგიურად აქაც იმოქმედებს P4 ძალა და აქაც იმოქმედებს P4 ძალა. შესაბამისად F ძალა თოლი გამოგვივიდა P4-ის. ამიტომ ძალაში, როგორც ხედავთ, ვიგებთ 4 ჯერ. პასუხი არის G.